როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ ილუმინატებზე, თან ამ მწვანე ფონზე იდეალურად იქნება. პერსპექტივები ვნახოთ საფიქრებულ პიროვნებასთან დაკავშირებით, რა შეიძლება საერთოდ გამოვიდეს აქედან და ვნახოთ შესაბამისად მისი ემოციებიც და ყველაფერს რა თქმა უნდა. მე ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად იქნებით ბედნიერი, თუ ხელშეუწყობთ ამ ყველაფერს. ნახოთ აბა. ჯერ როგორ არის შევხედოთ, იქნებ არ არის კარგად ჯვარისერია. ნახოთ როგორ არის. და რას ფიქრობ საერთოდ ამ ურთიერთობის პერსპექტივაზე? მოდი გავწიოთ ახლა ეს და ვნახოთ. როგორ არის თვითონ? ვაუ. ძალიან კაი ენერგიები შეთითონ და მინდა ვთქვა რომ მოდი ვნახოთ ერთი დავაზუსტო მინდა რაღაცები. ანუ ენერგიები არის როგორც იდუმალი ენერგიები. ანუ ვერ გაიგებ მის თავში რა ფიქრებია, რას ფიქრობს, ვის წერს, სადადის, რომელზე მოდის, რომელზე მიდის, რაღაცა ძალიან იდუმალია. მაგრამ აქ გამოკვეთილად ჩანს კომუნიკაცია. კი ბატონო, კომუნიკაცია. ეს ადამიანი აქტიურად არის კომუნიკაციაში კონკრეტულ უცნობთან. X. ახლა რაც ხდება, ანუ ეს იმათ ეხება, ვინც ახლა ასე თუ ისე ვარაუდებში ხართ, ხო და არ იცით რა ხდება მის ცხოვრებაში და თუ თქვენ ზუსტად იცით რომ ახლა ერთად დავლიეთ ყავა და ზუსტად ვიცი ჩემთან იყო, ესე თქვენზე არ არის ეს გაშლა, თუმცა მე მაინც ვიტყოდი რომ გადააკონტროლეთ ყველაფერი მაინც. ისეთი რაღაცები მესმის ხოლმე, რომ მე ვფიქრობ რომ ჯობია კონტროლში იყოს რაღაც სიტუაციები და ეს უპირობანდობა მაინც არ შეიძლება. ნუ მოკლედ ასეთ სიტუაციებში ეს ადამიანი საკმაოდ აქტიურია, მოკლედ ხასიათზეა და ყველაფერი არის რიგზე. მოდი, მე მაინტერესებს მაინც. მის თავში ეხლა ამ მომენტში თქვენ ხართ? კი. ხართ. და ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე. მაგრამ იცოდეთ რომ ეს არ არის ხა გამოკვეთილად ის რომ მაგალითად სულ თქვენზე ფიქრობს, იმიტომ რომ აქ ცხადია რაც დავინახეთ. ნახოთ პერსპექტივაზე რას ფიქრობს საერთოდ. ფიქრობს, ვაუ, ნახოთ, მაგრამ ნახე ხა როგორი ფიქრია, კი, სტაბილურად უნდა ყველაფერი. მაგრამ რადგანაც ჩვენ აქ ულამაზესი მოცემულობა გვაქვს, აქ არის მე მგონი კარავი კი რაღაცა ყვავილებით დაფარული რაღაცა ულამაზესი, არ ვიცი რა ქვია მას, ახლა ზუსტად შეიძლება შემეშალოს და არ ვიცი, ანუ ულამაზესი ფონია, სადაც ეს არის 4 კვერთხი, სტაბილურობა, კარგი ამიდია, კარგი განწყობა, ამაზე ფიქრობს, მაგრამ ერთი რომ მოწვიმოს, გაილუმპებით ყველა. ანუ მოდი ვიკითხოთ ახლა ჩვენ კი ფიქრობს, მაგრამ მედალს აქვს ორი მხარე. როგორი სტაბილურობაა ეს? როგორ სტაბილურობაზე ფიქრობს? როგორია ეს სტაბილურობა, როგორიც ეს ფიქრობს? ვაუ, რა კარგად ამოხვედი. ნახე, ხმლების დედოფალი. რაც ერთი სისხლის ადამიანი, ერთი სრულები, ერთი რისხვა, ყველაფერი ერთი რაღაცნაირად. ორივეს გინდათ ეს ურთიერთობა, მაგრამ არ ხდება რა, იცი? რაღაცას ართმობთ, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი ცვლილებები და მინდა ვთქვა, რომ თუ ეს ცვლილებები არ მოხდება, მაშინ ყველაფერი დაინგრევა ერთხელ და სამუდამოდ და შეიძლება მე ეს ყველაფერი არ აღდგეს. ანუ ფიქრობს უკვე ამაზე, რა თქმა უნდა, ამ 4-იან კვერთხზე, თქვენს ურთიერთობაზე, სტაბილურობაზე, მომავალზე, მაგრამ თქვენ ისეთები ხართ, ან უკვე არ არსებობს ნიადაგი ამისი. ან კიდე თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება და სულ კარგი ამიდი არ არისო, ასე ამბობს. ანუ სულ კარგი ამიდი არ არის და მხოლოდ აქედან არის განპირობებული მხოლოდ აი ეს რაღაცა თავის დაზღვევა. მოვსვათ ყავა. დღეს ფიქრობდი სამსახურში. ყავასავით სასურველი უნდა იყოს ქალი თქო. მე ვფიქრობდი.
დამოკიდებული არ უნდა იყოს კაცი, იმიტომ რომ ყავა ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ ნახე, ვინც მართლა ყავის მოყვარულია, გამოსაფხიზებლად ხო არ ჭირდებათ მარტო ეს ყავა. ხო და მე სიამოვნებით ვიქნებოდი ქალი ყავა, სასურველი, დილას, შვადღეზე, საღამოს. ან ჩემსავით დღეში 8-ჯერ უსვამს ყავას, ნუ არ ვიცი რა, მოკლედ მოწეპებული გეყოლება ადამიანი გვერდზე. თქვენს გისურვებთ რა თქმა უნდა, ისე როგორც წარმოგიდგენია თქვენი ენერგიები, აი ესე თამამად გაუშვათ სამყაროში და რა თქმა უნდა მოგეცემათ, იმიტომ რომ სამყაროს უნდა მხოლოდ რომ თქვენ ისურვოთ სწორად. ნახოთ ახლა ჩვენ აქ თავარი მომენტი. აი ესეთი საქმეებია, მე კი გადავერთე ახლა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ თავარი აქ. გიღირთ ამ ურთიერთობაში შესვლა? გრძნობებს რა უთხარი? კი, გიღირთ. გიღირთ. თუ რა თქმა უნდა ოჯახი ხართ უკვე თავისთავად მაინც გიღირთ ეს ყველაფერი. მაგრამ გიღირთ. ახლა მაინტერესებს ამას თუ უღირს. აი იმპერატრიცა. შეხედეთ ამას. ერთად შემო. იმედია მართლა არ არის აქ ისეთი სერიოზული დაბრკოლება, სადაც ადამიანს აქვს არჩევანი, მაგრამ მე გეტყვით, რომ თუ ზუსტად იცით, რომ ადამიანს თქვენს გარდა ვინმე ყავთ, იცოდეთ, რომ აი კი ხედავთ, ერთი მეორეზე უკეთესი ხართ, ამიტომ ორივე. ამიტომ ვერც ერთთან ვერაფერს ვერ იზამს ეს ადამიანი ნორმალურს და სტაბილურს, მაგრამ ახლა უნდა დავუშვათ ჩვენ, რომ შეიძლება თვითონ იყოს იმპერატრიცა. მოდი ვნახოთ, ამ შემთხვევაში თუ თვითონ არის იმპერატრიცა და თქვენ პენტაკლების დედოფალი და ნუ მოკლედ ერთი მეორეზე ისეთი არის, რომ რა ვიცი, აქეთ უნდა დაუხარო თავი, თუ ასე თulis და ქალურ ენერგიებშია, მეტად პრეტენზიული ადამიანი, მეტად მომთხოვნია და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ზუსტად იცით, რომ არავინ არ აყავს, ამ შემთხვევაში გეტყვით ზუსტად, რომ ეს არის კრიზისი მაინც, ანუ თქვენ გაკაჩავთ, მაგრამ ეს ადამიანი ვერ გაკაჩავს ამ ყველაფერს. ამიტომ გოგონებო, ასეთი საკითხი ტრიალებს აქვს. დაელოდეთ და თვითონაც უნდა გადაწყვიტოს ბევრი რამ, იმიტომ რომ სანერვიულოა ეს ყველაფერი, გადასაწყვეტია ეს ყველაფერი და თქვენი დაკარგვა მაინც არ უნდა. მე ყველას გელოდებით კომენტარებში. დროებით.